თვითმმართველობის კანონში შესატანცულებებზე იმსჯელეს დღეს თბილისის საკრებულოში. განხილვის თემა არსებული სიახლეები იყო, მათ შორის ცვლილება თბილისის მოწყობაზე. კონკრეტულად რა მიმართულებები განიხილეს შეხვედრაზე და რამდენად მისაღებია ის მონაწილე მხარეებისთვის. გიორგი ფუტკარაძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. დიახ, თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დეპუტატები იმ სიახლეებს გაეცნენ, რასაც კოდექსი ითვალისწინებს. მინდა გითხრათ, რომ მთავარი სიახლე ეს არის საუბნო საბჭოების შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე და მთავარი სიახლე საუბნო საბჭოებთან დაკავშირებით არის ის, რომ მათ შეეძლებათ გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საკრებულოში. და კიდევ ერთი საკითხი ეს არის დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის პროცედურა. თუ კი მაგალითად დედაქალაქის მოსახლეობის 20% მოითხოვს დედაქალაქის მერის იმპიჩმენტს, საკრებულო ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს და სიითი შემადგენლობის 2/3-ით შეუძლიათ დედაქალაქის მერი გადააყენონ. მთავარი კითხვები სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა. ჩვენ შევქმნით ერთიან დოკუმენტს, კომისია შექმნის, თვითმმართველობის რეფორმების კომისია შექმნის ერთიან დოკუმენტს, რომელსაც გავიტან შემდეგ საკრებულოს ხდომაზე. საკრებულოს ხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უკვე მივაწვდით საქართველოს პარლამენტს განხილვების დროს. ვისარგებლებთ ევროპული ქარტიის მეხუთე მუხლით, რომ თვითმმართველობასთან კონსულტაციებითა და შეთანხმებით უნდა მოხდეს რეფორმა და შევეცდებით, რომ ჩვენი წინააღმდეგობის არსებითი ლობირება მოვახდინოთ საქართველოს პარლამენტში. საქმიანი შენიშვნა გამოითქვა, ჩვენ ველოდებით წერილობით ამ შენიშვნების მოწოდებას და გავცემთ მას პასუხებს. რამდენიმე შენიშვნა ისეთი იყო, რომელიც შეიძლება აისახოს თავად კანონში. ძირითადად ეხებოდა საკითხი ერთი ეხებოდა ადგილობრივ საბჭოებს, საუბნო საბჭოებს. მეორე საკითხი ვთქვათ ეხებოდა უფრო პოლიტიკური საკითხია, ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასების საკითხი და ფრაქციების დაფინანსების საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველობებში. განხილვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საკრებულოში, ასევე დედაქალაქის მერია. მათი განცხადებით კოდექსი გარკვეულ საფრთხეებს ქმნის დედაქალაქის მერის ფუნქციონირების თვალსაზრისით და კერძოდ პროექტების განხორციელებას უქმნის საფრთხეს. ისინი აცხადებენ, რომ კოდექსის განხილვის პროცესი არ იყო ღია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები საუბნო საბჭოებთან დაკავშირებით. კონკრეტულად როგორც კოდექსის სამუშაო ვარიანტში არის აღწერილი მათი ფუნქციები, ავტორებმა ახსნეს, რომ სულ ესე არ არის და ფუნქციები არის განსხვავებული. ჩვენ გარკვეულწილად ნაწილმა პასუხებს დაგვაკმაყოფილა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ საუბნო საბჭოებთან დაკავშირებით საჭიროა გაგრძელდეს მსჯელობა და კონკრეტულად გაიწეროს როგორც მათი უფლებები, ასევე მოვალეობები, რომ ეს მივიღოთ ის სიტუაცია, რომ რეალურად თვითმმართველობა ემსახუროს ადგილობრივ მოსახლეობას. მოსახლეობის მიერ პირდაპირ არჩეულ მერსთან მიმართებაში გათვალისწინებული არის უნდობლობის პოზიცია, როდესაც საკრებულოს შეუძლია უბრალოდ უნდობლობა გამოუცხადოს მოსახლეობის მიერ პირდაპირ არჩეულ მერს, რაც რა თქმა უნდა ამ ინსტიტუტის როლს აკნინებს, მისი პირდაპირ არჩეულობის ხარისხს, რა თქმა უნდა ამცირებს და თუკი მოსახლეობა ენდობა თანამდებობის პირს, მისთვის საკრებულოს მხრიდან დაუსაბუთებლად უნდობლობის გამოცხადება ეს ზოგადად დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოა. შენიშვნებს, რომელიც დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა, უკვე წერილობითი სახით ცენტრალური მთავრობა მიიღებს. მადლობა საკრებულოდან გიორგი ფუტკარაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.